მოკლედ, გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ისევ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან პრიმიტიულ თემაზე. ეს არის ყინული. არსებობს საერთოდ ორი კატეგორიის ყინული. ერთი ყინული არის ჩვეულებრივი random. ეხლა გაჩვენებთ. ასეთი ყინული, რომელიც ჩვეულებრივი წყლის გამზადება, აპარატი ამზადებს და ეს ყინული დნება ძალიან მალე. ამიტომ განსაკუთრებით სიცხეში თუ კი ასეთი ყინულითაა დამზადებული სასმელი უნდა მივირთვათ ძალიან მალე. მაგრამ არსებობს კიდე მეორე კატეგორიის ყინული, ეს არის ყინულის კუბი. ეს არის პრემიუმ კლასის ყინული, მზადდება სტერილური წყლით და როდესაც დნება ნელა, რა თქმა უნდა, სასმელს ისე ერევა, რომ სასმელის გემოს, ალკოჰოლის გემოს არ აფუჭებს. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი კლასის ვისკის და სკოჩის მოყვარულები, ვისაც უყვარს. ამიტომ რომ იცოდეთ, ვინც სკოჩი და ვისკი გირჩევნიათ, რეკომენდირებულია, რომ თუ კი არსებობს საშუალება, მოითხოვოთ აი ასეთი ყინული. თუმცა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გააკეთოთ გამოხდილი წყლით. იმიტომ რომ ონკანის წყალში არის მინარევები, რომელიც გემოს აფუჭებენ. ხოლო აი ამაში არ არის მინარევი, დნება ნელ-ნელა და თავისთავად უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს კასტომერი. ამიტომ დარჩენთ თქვენზე დამოკიდებული. გაინტერესებთ მეტი? კიდე იქნება შემდეგი ვიდეო. დარჩით ჩემთან ერთად, გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად და საინტერესო ვიდეოები გველოდება მომავალში. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.